ყველა წამოდით. ყველა იქ რატო რჩება ის ხალხი? დაუძახეთ. ყველა არავინ არ დადიო, დაუძახეთ ხალხო. კარგია, კარგი. გარზე, კარგად შევა. Mama papi seuli nizakali ari ideba ამიტომ ჩვენ გვიდა დღევანდელი დღით გაუგზავნოთ გზავნილი ხელისუფლებას რომ წლების წინ მოგესალმებით ქობულეთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს ეს არის საპროტესტო მსვლელობა როგორც მოგესწრებათ ამ ტერიტორიაზე ბობოყვათის ტერიტორიაზე მთავრობა ყიდის 48 ჰექტარის სანაპიროზე რომ ხელისუფლება გავაფრთხილოთ რათა ამ ადამიანების მიწის დაკვეთის საკუთრება რომელიც წლების წინ მათ დაუტოვეს თავიანთ ბაბუებმა იმისათვის რომ გადაეცათ მათი შთამომავლებისთვის და დღეს ეს ადამიანები ითხოვენ რომ სამართლიანობა აღდგეს და მათი მამაბაბისეული მიწა დაუბრუნდეს მათ თავრობამ და სავარაუდო ინვესტორმა უნდა იცოდეს რომ მას შეექმნება პრობლემა ხალხთან ვინაიდან ეს არ არის ხელისუფლების საკუთრება ეს არის ხალხის და დარჩება ხალხის ნებაურზე დაესია და ხალხი არის ყველაზე მაღალი ხელისუფლება ხალხს დაუბრუნდება ის რაც ხალხს ეკუთვნის აი ეს არის დღევანდელი დღის მთავარი მოთხოვნა და მესიჯი ხელისუფლებამ იცოდეს ვაფრთხილებთ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ ამას რეაგირება არ მოყვება ჩათვალეთ რომ შემდეგი აქცია იქნება უფრო მასშტაბური, უფრო ხალხმრავალი და ხელისუფლებას გავაგებინებთ რომ ქართული მიწა არ ცვისდება რომ ეს მიწა რომელიც არის ხალხის საკუთრება არ გასცვისდება ეს მიწა რომ იცოდეს ხელისუფლება იმ ხელისუფლებამ რომელსაც ეს არის ჩვენ მოვითხოვთ რომ აუცილებლად შესრულდეს ხალხის მოთხოვნა ხალხის ნებაურზე დაესია ეს არის გამაფრთხილებელი და შემდეგი იქნება უფრო მასშტაბური უნდა იცოდეს ხელისუფლებამ რომ ქართული მიწა არ იყიდება რომ ეს მიწის დაკვეთები რომლებიც მთავრობამ გამოიტანა და სამიზად არის ხალხის საკუთრება და არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება რომ ხელს ადამიანების მიკურდეტეს მათი საკუთრების გამორჩევის უფლება ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ვამბობ გავაფრთხილოთ ინვესტორი რომ ამ მიწას ხალხს პატრონი და
ამისთვის პატრონი არის ხალხი. ხალხი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ არ დათმონ საკუთარი მიწა-წყალი და არ გაასხისონ, არ გააჩუქონ. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და არ უნდა ხელყოს ადამიანების საკუთრება, კერძო საკუთრება. ყველა ევროპული კომპლექსი და ყველა კანონმდებლობის თანახმად კერძო საკუთრება უნდა იყოს ხელუხლებელი და არავის აქვს უფლება, რომ ხელყოს და მით უმეტეს ხელისუფლებას ხელყოს კერძო საკუთრება. ჩვენ მას შემდეგ როცა გავიგეთ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები მთავრობამ გამოიტანა და გადაყიდათ, გადავწყვიტეთ, რომ გამართლებელი აქცია ჩატარებინა. ჩვენი საკუთრებისაგან, ხელების შორს კერძო საკუთრებისაგან, ხელების შორს მამაპაპისეული საკუთრებისაგან, ხელების შორს საკუთრებისაგან, რომელიც აი ამ ადამიანების წინაპრებმა წლების წინ მოიპოვენ ოქროს და სიცოცხლის ფასად. ამიტომ მიწა არის ფასდაუდებელი და შეუფასებელი, ამას ფასი არ აქვს. რა უფლება აქვს მთავრობას გამოიტანოს დაადოს ფასი დაადოს იმას, რაც არის ფასდაუდებელი. მეგობრებო, ამ მიწას ფასი არ აქვს, იმიტომ ეს არის შეუფასებელი და არავის აქვს უფლება ფასი დაადოს და გაკიდოს ის რაც არის შეუფასებელი და ხელუხლებელი. ამიტომ ჩვენ მივმართავთ არა მარტო ადგილობრივ ხელისუფლებას, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ხელები შორს კერძო საკუთრებისაგან, ხელები შორს მამაპაპისეული საკუთრებისაგან. ეს არის ქართული მიწა, ეს არის მიწა, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ხალხის საკუთრების ხელყოფის უფლება არავის არ აქვს. ბანერები იქეთ უკანოა, ბანერები წინ გამოიტანეთ. ბანერები ყველა გამოვიდეს წინ. ბანერები გამოვიდა გასალე. მეგობრებო, რომ ჩვენი საკუთრება მამაპაპისეული მიწა-წყალი არის ფასდაუდებელი, საკუთრება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, რათა ჩვენ გადაგვეცა ჩვენი შთამომავლებისთვის და არავის არ აქვს უფლება კერძო საკუთრება ხელყოს, არავის არ აქვს უფლება მოვიდეს და წამართვას ის, რაც მე მეკუთვნის, ის, რაც ხალხს ეკუთვნის და ხალხი არის ხელისუფლების მსახური. კიდევ ერთხელ ვამბობ და ხელისუფლება ვალდებულია, რომ ეხსახუროს ხალხს და არა ვიღაც მილიონერ კერძოს. ხალხი ხდება ყოველთვის იმას, ყველაზე მაღალი, ყველაზე უზენაესი და ყველა ხელისუფლება უნდა იცოდეს, რომ ხალხი ხდებაზე ყოველ არაფერი არ გაარკვევს. მოგესალმებით, ეს არის ბობოყვათის მოსახლეობის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბობოყვათის ტერიტორიაზე სანაპიროზე მთავრობა ასხვისებს 48 ჰექტარს.
საინვესტიციოდ გატანილია აუქციონზე 48 ჰექტარი და არის პირობების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა განავითაროს შემსყიდველმა. აქ პირობებში საუბარია ასევე იმაზე, რომ ნაკვეთი, რამდენიმე ნაკვეთი ესაზღვრება კერძო საკუთრებას, უბრალოდ ერთ კერძო საკუთრებაზე არის იქ საუბარი, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ აქ არის ტერიტორიები, რაც წარმოადგენს მათ მამაპაპისეულ საკუთრებას, ისინი რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში ამუშავებდნენ ამ ტერიტორიას, უვლიდნენ მიმართეს კიდეც საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ამ მიწის ნაკვეთების დაკანონების მოთხოვნით, თუმცა კომისიიდან მათ პასუხები ვერ მიიღეს, არც უარი და არც თანხმობა და მოსახლეობამ ამ დრომდე ამ ნაკვეთების დაკანონება ვერ მოახერხა. აუქციონზე არ არის საუბარი თუ რა მოთხოვნას უყენებს ინვესტორს კერძო მესაკუთრესთან დაკავშირებით, მთავრობამ ასეთი ინფორმაცია არ იძებნება აუქციონის პირობებში. აქ განსაზღვრული პირობებით ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. აქ შეიძლება იყოს სასტუმროები, აპარტოტელები, შეიძლება იყოს საცურაო აუზები, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. აქ აუქციონის პირობა ითვალისწინებს ასევე წინასწარი განსაზღვრული გეგმით ამ ტერიტორიის განვითარებას. საუბარია, რომ წინასწარ არის შემუშავებული გეგმა, განაშენიანების დეტალური გეგმა, რასაც უნდა დაექვემდებაროს შემდგომი პროექტები ინვესტორის, მას შემდეგ რაც ის ამ ტერიტორიას შეიძენს. შეგახსენებთ ასევე, რომ გატანილია 48 ჰექტარი ბობოყვათის ტერიტორიაზე, სანაპიროზე და 48 მილიონი არის საწყისი ფასი ამ ქონების, ხოლო ბიჯი არის 450.000 ლარი, ან თითქმის 9 მილიონი. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს ტერიტორია არის ასევე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული, რადგან აქ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს იუნური ნამოსახლარები, თუმცა ტერიტორია მთლიანად შესწავლილი არ არის. უნდა ითქვას ისიც, რომ აუქციონის პირობებშიც კი არის მითითებული, რომ ტერიტორია არის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული. ასევე საუბარია იქ განაშენიანების დეტალურ გეგმაზე. ეს გეგმა არის უკვე მომზადებული. ტერიტორია არის დაყოფილი ზონებად, რასაც საინვესტიციო პირობა ითვალისწინებს და იქ არის მითითებული, რომ პირველ და მეორე ზოლში არ შეიძლება მაღლივი მშენებლობები, ამიტომ შესაბამისი პროექტები უნდა წარადგინოს ინვესტორმა და შესაბამის პროექტებზე მოითხოვოს ნებართვები, თუმცა იქვე მითითებულია, რომ მოინიშნება რამდენიმე ნაკვეთი, სადაც შესაძლებელი იქნება მაღლივი კორპუსების განთავსებაც. ეს არის ერთ-ერთი პირობა აუქციონის. ეხლა მსვლელობა, ერთი მიმართულებით მსვლელობა დასრულდა. აქ აქციას მართავს ბობოყვათის მოსახლეობა. ისინი აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია, რომელიც გაიტანა მთავრობამ აუქციონზე გასაყიდად, არის მათი ტრადიციული საკუთრება და ისინი რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდნენ ამ ტერიტორიას. ისინი აცხადებენ ასევე, რომ მათ აქვთ გარკვეული დოკუმენტები, ფლობის დამადასტურებელი, ასევე არქივიდან გამოთხოვილი დოკუმენტები. ამ დოკუმენტებით მიმართეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას რამდენჯერმე, როგორც ისინი აცხადებენ, თუმცა მათ პასუხი ვერ მიიღეს. რაც შეეხება საკუთრების აღიარების კომისიის მუშაობას, ვიცით იმის შესახებ, რომ მთავრობამ გამოსცა სპეციალური დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა თვითნებურად დაკავებული ტერიტორიების დაკანონებას, სარგებლობაში არსებული ნაკვეთების დაკანონებას, მას შემდეგ რაც მოქალაქე დაადასტურებდა, რომ ის წლების განმავლობაში სარგებლობდა კონკრეტულ ნაკვეთს, უვლიდა სოფლის მეურნეობის პროდუქტი მოყავდა ამ ტერიტორიაზე, ამის შემდეგ მოქალაქეს უნდა დარეგისტრირებოდა ასეთი ნაკვეთი, მიეღო საკუთრებაში. ეს თემა ძირითადად აქტუალური ხდებოდა ხოლმე არჩევნების წინ, სწორედ მთავრობა იწყებდა ამაზე საუბარს, შემდეგ
აღმოჩნდებოდა, რომ ძირითადად საკუთრების უფლების აღიარების კომისია ამბობდა ასეთი ნაკვეთების დარეგისტრირებაზე უარს. თუმცა ჩვენ ვიცით ისეთი ფაქტების შესახებაც, როცა მოქალაქეებმა სწორედ ამ პირობით, ამ დადგენილების შესაბამისად მოახერხეს ნაკვეთების დარეგისტრირება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბობოყვათის ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს აუქციონი, რომელიც ითვალისწინებს 48 ჰექტარი ტერიტორიის გაყიდვას ზღვის სანაპიროზე და დაიწყოს შეიქმნას კომისია, რომელიც აქ შეისწავლის ტრადიციულ საკუთრებებს და გაითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნებს. აქ ჩვენ აქციის მონაწილეებს გავესაუბრეთ ცოტა ხნის წინ, მათ განაცხადეს, რომ ბოლო წლებში ისინი უკვე ვეღარ შედიოდნენ ტერიტორიაზე და ვერ ამუშავებდნენ აქ მიწის ნაკვეთებს, გამომდინარე იქედან, რომ მთავრობამ აკრძალა ამ ტერიტორიების გამოყენება, თუმცა დადასტურებულად ვიცით, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც იყიდება ნაკვეთები, ჯამში 48 ჰექტარი, რამდენიმე ნაკვეთი ესაზღვრება კერძო საკუთრებას, ამის შესახებ აუქციონის პირობებშიც კი არის ნახსენები, თუმცა ამ პირობებში არ არის მკვეთრად განსაზღვრული, რა უნდა შეთავაზოს ინვესტორმა მოსაზღვრედ არსებულ კერძო საკუთრებებს, კერძო მესაკუთრეებს, რომლებსაც საცხოვრებელი აქვთ აქ განთავსებული და ჩვენ რამდენადაც გადავამოწმეთ ეს რეესტრის მონაცემებში, მათ შორის ერთ-ერთ ოჯახს ezღუდება შესასვლელი ტერიტორია, ფაქტობრივად არ რჩება მას შესასვლელი, მას შემდეგ რაც ეს ნაკვეთები გაიყიდება, ხოლო მეორეს რჩება შესასვლელი, თუმცა მკვეთრად შემოიზღუდება მისი ტერიტორია უკვე გაყიდული ტერიტორიით, შეიძლება ასე ითქვას. აუქციონის პირობებში მითითებულია ისიც, რომ ეს ტერიტორია განეკუთვნება განსაკუთრებული რეგულირების ზონას, სწორედ ამიტომაც ვიდრე გასხვისდებოდა და მას აუქციონზე გაიტანდა მთავრობა, მომზადდა განაშენიანების დეტალური გეგმა და ინვესტორი, რომელიც შემოვა ამ ტერიტორიაზე, შეისყიდის ამ ნაკვეთებს, სწორედ ამ გეგმით იხემძღვანელებს, ასეთი ვალდებულების აღება მოუწევს ინვესტორს. ეს გეგმა ითვალისწინებს ტერიტორიის რამდენიმე ზონად დაყოფას. აუქციონის პირობებში ნათქვამია ისიც, რომ ძირითადად რეკრეაციული სივრცე უნდა შენარჩუნდეს, უნდა დაიყოს ტერიტორია ზოლებად და ამ ზოლების მიხედვით შეიძლება განთავსდეს აქ სასტუმროები, აპარტოტელები და სხვა გასართობი ობიექტები და ნათქვამია ისიც, რომ ძირითადად აქ არ უნდა აშენდეს მაღლივი კორპუსები, თუმცა შეიძლება გამოინახოს 1-2 ტერიტორია, სადაც მაღლივი კორპუსის განთავსებაც იქნება შესაძლებელი. უნდა ითქვას ისიც, რომ ტერიტორია არის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული, ასევე არქეოლოგიური მიმართულებით ღირებული, რადგან როგორც სპეციალისტები ამბობენ, აქ არის აღმოჩენილი დიუნური ნამოსახლარები და ტერიტორია მთლიანად არ არის შესწავლილი. რამდენად შეძლებს მთავრობა, რომ დაავალდებულოს ინვესტორს ტერიტორიის შესწავლა უზრუნველყოს მანამდე, აქ არქეოლოგების შეშვება, შესაბამისი ექსპედიციების ჩატარება, თუმცა ამის შესახებ დეტალურად საუბარი აუქციონის პირობებში არ არის. როგორც ნახეთ, აქციის მონაწილეები, რომლებსაც მსვლელობა ჰქონდათ ცოტა ხნის წინ გზის სავალ ნაწილზე, დაბრუნდნენ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც დაიწყო აქცია. ჩვენ ახლა რამდენიმე წუთში შევუერთდებით მათ. შეგახსენებთ, რომ ისინი აპროტესტებენ ბობოყვათის დიდი ტერიტორიის 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთების, ჯამში 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთების გასხვისებას. ეს ნაკვეთები მთავრობამ გაიტანა აუქციონზე ინვესტიციის განხორციელების პირობით. ამ მიწის ნაკვეთების საწყისი ღირებულება ჯამში არის 48 მილიონი ლარი, ხოლო ბიჯი არის 450.000 ლარი, თითქმის 9 მილიონი და უახლოეს დღეებში ეს აუქციონი უნდა დასრულდეს. დღეს გააჟღერეს აქციის მონაწილეებმა მოთხოვნა, რომ
აუქციონი უნდა შეწყდეს, ვიდრე არ შეიქმნება კომისია და არ შეისწავლის მათი ტრადიციული საკუთრებების შესახებ დოკუმენტებს და სხვა ინფორმაციას, რაც შეიძლება მოქალაქეებმა მოიპოვონ ან აქვთ უკვე მოპოვებული ამ ტრადიციულ საკუთრებასთან დაკავშირებით, მათ მამაპაპისეულ ნაკვეთებთან დაკავშირებით. თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა აუქციონის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ ვიცით, სავარაუდოდ მთავრობა უპასუხებს ამ მოთხოვნას. როგორც ხედავთ, მოქალაქეები, აქ შეკრებილი მოქალაქეები დაუბრუნდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც დაიწყო აქცია. მათ დღეს გააჟღერეს მოთხოვნები ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, მათი პრეტენზიები და მოაწყვეს გამაფრთხილებელი აქცია, გამაფრთხილებელი საპროტესტო მსვლელობა. ჩვენ გავესაუბრეთ რამდენიმე მათგანს, ისინი აცხადებენ, რომ დოკუმენტები წარდგენილი ჰქონდათ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, თუმცა დღემდე მათ არც დასაბუთებული უარი მიუღიათ და არც თანხმობა და ეხლა გაიგეს აუქციონის შესახებ, იმის შესახებ, რომ ტერიტორიას მთავრობა ასხვისებს, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ გაემართათ გამაფრთხილებელი აქცია. ისინი აცხადებენ, რომ თუ აუქციონი არ შეწყდება, ისინი უფრო ხალხმრავალ აქციას მოაწყობენ იგივე მოთხოვნებით. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ. ეს ბათუმელების ლაივი იყო, აქცია გრძელდება და ახალი ინფორმაციის შემთხვევაში ჩვენ ისევ მოგაწვდით ინფორმაციას.